პარლამენტში იმართება კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის იმ რამალთვიანი პროცესის გაგრძელება, რომელიც ხდება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და ჩავთვალე საჭიროდ მომართვა ამ კენჭისყრებთან და ამ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მნიშვნელოვანია პირველ რიგში, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ქვეყანაში იყოს განვითარება, ქვეყანაში იყოს ჯანსაღი, ნორმალური პოლიტიკური დიალოგი და პროცესი. მე ვფიქრობ, ახლა არის შანსი, მათ შემდეგ რაც გუშინ განხილვები იყო ასევე საპარლამენტო უმცირესობასთან, მე პირადად მივიღე ამაში მონაწილეობა, რომ ორივე პოლიტიკურმა ძალამ ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილებები კონსტიტუციასთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ მთელი საკითხი უკავშირდება პრეზიდენტის უფლებამოსილებას, მთავრობის და პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით. მე არაერთხელ განვაცხადებ და ახლაც ვადასტურებ, რომ არ ვაპირებ ამ უფლებამოსილების გამოყენებას. მე მინდა უთხრა ყველას, ვინც ამისკენ მოგვიწოდებს, რომ ასეთი საკითხები არ წყდება პრეზიდენტის ხელმოწერით, ამ პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, როდესაც ამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავრობას გაუშვებს ქართველი ხალხი, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პროცედურებით, როგორც უნდა იყოს და არა ისე, რომ პრეზიდენტმა მოისურვა და ერთი ხელის მოწერით რაღაც ყველა საკითხი გადაწყვიტა. ეს საკითხებს არ გადაწყვიტავს და ამიტომ მე ნამდვილად ასეთი განზრახვა არ ვქონია და ახლა არ გამაჩნია. ამგვარად ამ საკითხის დაყენება ჩემის აზრით იყო უბრალოდ წარმოსახვითი საფრთხეების შექმნა, მაგრამ მესმის კარგად, რომ თუ კი უმრავლესობას აქვს დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უფლებამოსილება არსებობს, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დისკომფორტი მოუხსნათ, იმიტომ რომ მათ მოახდინონ კონცენტრაცია ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ხალხს მიხედონ, ხალხისთვის იმუშაონ და არ აიხსნას ეს იმით, რომ ვიღაცა ამას შეუშლის ხელს სხვადასხვა კონსტიტუციური ნორმებით. ამიტომ ჩვენ და მეც გუშინ მოვუწოდე საპარლამენტო ოპოზიციას, რომ ამ мотивაციიდან გამომდინარე, როგორც უმეტესობას მათგანს მიაჩნდა, ჩვენ ამას დაუჭიროთ ხარი. მაგრამ ამ საკითხს აქვს მეორე მხარე და მე მინდა უთხრა ჩვენ საზოგადოებას, იმიტომ რომ ალბათ დღეს თუ კი ვინმე ადევნებდა თვალყურს და გუშინ ამ დებატებს წარმოიშვა კითხვა, რა არის ეს სარეიტინგო კენჭისყრა, რაში გვჭირდება ჩვენ ამ საკითხის დაყენება, რა არის ეს პოლიტიკური თამაშები, რა არის ეს რაღაც პოლიტიკური მანევრები. ახლა ხალხს სჭირდება მიხედვა და არა პოლიტიკური მანევრები, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ხალხს სჭირდება მიხედვა, ქვეყანაში უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური სისტემა. ჩვენ წინა თვეების განმავლობაში მივიღეთ სიტუაცია, როცა აი ამ სწორედ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს ღირსებას აყენებდნენ შეურაცხყოფას, იყო უპრეცედენტო კამპანია ზეწოლის, იმის ლაპარაკის, რომ მაინც გადმოვაცრევთ, მაინც წავიყვანთ, მაინც გვექნება 100 ხმა, ბევრი ტყუილიც ითქვა სიმართლე ითქვა, რომ უკვე გვაქვს 100 ხმა, 110 ხმა, 140 ხმა, საერთოდ ეგენი ვინ არიან, მაგრამ რამდენიმე twin გაცხელებულები და ბუნებრივია ამან გამოიწვია ამ ხალხის სამართლიანი გულისწყობა. იმიტომ რომ ისინი გამოყავდათ ფულზე დახარბებულად, ან დაშინებულად, ან მერყევ ელემენტებად და ფიქრობ, რომ მათი სიამაყე ასევე არის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან შეკრული, სხვადასხვა ადამიანებიდან შეკრული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პრინციპები და პრინციპებს ეფუძნება და არა ნათესაობას, კლანურობას, მეგობრობას, ან ვიღაცის სიძულვის თუნდაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ ხალხისაც უნდა გავიგოთ. ეს ხალხი ითხოვს, რომ დაფიქსირდეს, რომ ისინი ვერ გატეხეს, რომ თელი ეს კამპანია, მათ შორის ტყუილები, რომელიც ითქვა, რომ თითქოს ისინი გადაპირებულია და აღმოჩნდა სრული სიცრუე და ისინი ითხოვენ, რომ მოდით ყველანაირად კონსოლიდირება, ჩვენ მოგცემთ იმას, რაც თქვენ გინდათ, კონკრეტულად მოგიხსნით ამ წარმოსახვითი საფრთხის განცდას, მოდით ვაწარმოოთ დიალოგი და მოდით ვილაპარაკოთ. ისე კი არა, რომ ჩვენ რაღაცას ვიტყვით და თქვენ გვეტყვით, რომ თქვენ დაგიჭერთ თქვენ პროკურორებს, მოგიქცევთ, იქ პოლიცია გაგაჩერებთ და ასე შემდეგ. არამედ დავაბრუნოთ პოლიტიკური პროცესი ნორმალური საპარლამენტო განხილვების ფარგლებში. როცა არც ეძალას არ აქვს მონოპოლია კონსტიტუციურ გადაწყვეტილებაზე და ეს კარგი სიტუაცია შეიქმნა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც საკითხები წყდება დიალოგით და არა დაშინებით, არა შეურაცხყოფებით, არა ვიღაცების პროკურატურაში დაბარებით, არა ახალი საქმეების გამოჩიჩქნით ან მოგონებით, არამედ
ჩვეულებრივი ცივილიზებული წესი. ეს იქნება კარგი ყველასთვის და მათ შორის საბოლოო ჯამში თითოეული საქართველოს საზოგადოების წევრის, თითოეული ჩვენი თანამემამულის კეთილდღეობისთვის. რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საღი საპარლამენტო დისკუსია. ეს იმისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მომავალში არ იყოს გაცდა და ცდუნება მაგალითად პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა ძალიან არასწორი ნაბიჯი უკან გადმოდგმული საქართველოს განვითარების კუთხით. ეს მნიშვნელოვანია თუნდაც იმისათვის, რომ არავის არ გაუჩნდეს ცდუნება მომავალში, რომ კონსტიტუციიდან წაიღოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია, იმიტომ რომ ძლივს მივედით იმ სიტუაციაში, როცა სასამართლოს მართლა შეიძლება კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს და კიდევ უფრო ძლიერი იყოს, რაც რა თქმა უნდა, არც ერთ პოლიტიკური პარტიებისთვის კი არ კეთდება, რომელიმე პოლიტიკური პარტიის არამედ კეთდება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომ ხალხს არ ქონდეს დაუცველობის განცდა. ეს იქნება მნიშვნელოვანი დიალოგისთვის შემდგომი არჩევნების პროცესში, რომ ჩვენ ერთმანეთის წრები კი არ ვიყოთ, არამედ საერთოდ ქართული ინტერესები დავუმდიოდეთ, იმიტომ რომ არა გვაქვს დღეს ფუფუნება ჩვენ ამ ყველაფრის. მეგობრებო, ის რაც თუნდაც მოძრაობები გარეძალის ხელისფათურის პირობებში პირველად ამ წლების განმავლობაში ხდება ჯავახეთში და ეს ნამდვილად არ მსიამოვნებს ამაზე ვლაპარაკობ. მე ვიყავ ინიციატორი იმ პროგრამის, რომლითაც ათასობით ქართული ენის მასწავლებელი შევიყვანეთ ჩვენ საქართველოს ამ რეგიონში და სხვა რეგიონებში, რათა იმ ხალხისთვის, ვინც არის ეს ქართული ენა, გვესწავლებია ქართული ენა და არ წამოჭრილიყო მუდმივად სპეკულაცია რაღაც სხვა ენის სტატუსების საკითხზე, იმიტომ რომ საქართველოში ქართული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ენა წარმატების ინტეგრაციის წინსვლის და ეს მე ძალიან მაღლობს რა ხდება ევროპასთან მიმართებაში, ნუ თუ მარტო მე ვარ, ვინც ხედავს, რომ ევროპასთან ახლა პრობლემა გვაქვს. ნუ თუ თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი ამას ვერ ხედავს. წინ არის ვილნიუსის სამიტი და შეიძლება გაუშვათ ის მატარებელი, რომელიც გაუშვათ ხელახლა, რომელიც გაუშვათ 90-იან წლებში, როცა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, ეხლა უკვე დაცულები და გარანტირებულები არიან. ჩვენ მაშინ არ გამოგვივიდა. ნუ თუ ეხლაც აი თითქოს ერთი ხელის გაწოდანაზე იყოს და ეხლა ისევ ჩვენ და ამ ჩვენ ევროპულ ოცნებას შორის უნდა ჩადგეს ისევ ჩვენი დამპყრობელი და რაღაც გაურკვეველი შიდა ქაოსის გამოწვეული ძალები და ჩვენი დაპირისპირება უნდა იყოს ამის ხელშემშლელი. ამიტომ ეს არის რეალური ფაქტები. ამიტომ არ მინდა რომ ჩვენ თუნდაც კონსტიტუციურ საკითხების ასე თუ ისე დაყენებას გადავაყოლოთ თავარი რამ საქართველოს მომავალი. და იმისაც რომ ეს არ გადავაყოლოთ, მარტივი რაღაცებია, ყველა მხარემ უნდა დათმოს ან ცოტა, ან ბევრი. მაგრამ რაღაცა უნდა დათმოს, უნდა ილაპარაკონ, უნდა დაჯდნენ, უნდა ერთად განვიხილოთ ეს საკითხები. და უნდა არა გაშარჟება და ქილიკით და ესე აგდებით, რომ ვილაპარაკოთ. რა მნიშვნელობა აქვს ესე რას ამბობენ და ამათ შიდა პრობლემები აქვს და რა თქმა უნდა, არავის არ აქვს დღეს სხვა პრობლემა გარდა იმისა, რომ საქართველოს პრობლემებზე მუშაობთ. არა გაშარჟებით და ქილიკით. არამედ ხვალინდელი კენჭისყრის ღირსეულად ჩატარების. გადატანის ყველაფრის ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში. და ამიტომ იყო ეს მოთხოვნები, რაც იყო, რომ გამოჩნდეს რამდენი ჭირდება უმრავლესობას და ჭირდება რაღაც რაოდენობა და უმცირესობის ლიდერები, მიცემე ზუსტად იმას რამდენი ჭირდება, სწორედ იმიტომ რომ გამოჩნდეს, რომ არც ერთმა მხარემ არ დათმო პრინციპული პოზიციები, მაგრამ ვერავინ ვერ გატეხეს, ვერავინ ვერ შეურაცხყვეს, ვერავინ ვერ ათრიეს ტალახში და ქართული პოლიტიკურ პროცესში როგორც იქნა გაჩნდა დიალოგის ელემენტები. გაიწია გვერდზე ძალისმიერი, გასაგებია რაღაცა რევანშის მომენტები იყო არჩევნების შემდეგ, გაბოროტების, ბოღმის, ღვარდლის, ეს იყო და ამას ვერ ავწდებოდით, მე თავიდან ვიცოდი მათ შორის იმ დროს, როცა აქ გამოვაცხადე არჩევნების შედეგები ამ სასახლიდან. მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დავასრულოთ და ამის იქით წავიდეთ, იმიტომ რომ ნამდვილი გამოწვევები დადგა ახლა საქართველოს წინაშე. და ამ გამოწვევებს ჩვენ უნდა ამ დიალოგის და ამ ურთიერთგაგების პირობებში გაუმკლავდეთ. ამიტომ მე მინდა მოუწოდო ასევე საპარლამენტო უმრავლესობას იგივესკენ, რისკენაც გუშინ მოუწოდე საპარლამენტო უმცირესობას. მოდით, გვერდზე გავდოთ პიროვნული ამბიცია და მივიღოთ ერთმანეთის წინადადები. უმცირესობა გუშინ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ იღებთ ძირითად იმას, რასაც არც უეწინააღმდეგებოეთ, მაგრამ იღებს ახლა სწორედ ხვალ, მაგრამ უმრავლესობაც მიიღო ის, რაც შესთავაზა უმცირესობამ, რომ გამოჩნდეს, რომ უმცირესობა ვერ გატყდა, რომ უმცირესობას ხელები ვერ ამოუგრიხეს, რომ უმცირესობას ღირსება გააჩნია, რომ უმცირესობას თავის პოლიტიკური პრინციპები გააჩნია და რომ მასთან საჭიროა დიალოგი და მომავალშიც შევქმნათ მოდელი, რომ ყველა საკითხები გადაწყდება სწორედ ამ გზით. თუ ასე ვიმოქმედებთ, მაშინ ყველანი დავრჩებით გამარჯვებულები. ეს არ იქნება
თუნდაც უმცირესობის წინადადებას დათანხმება, უმცირესობის გამარჯვება, ეს იქნება საერთო გამარჯვება. საკონსტიტუციურობის დათანხმება, ეს არ იქნება უმრავლესობის გამარჯვება, ეს იქნება საერთო გამარჯვება. და ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ იქ ჩვენ თუ გადავალთ ქილიკის, ურთიერთქიშპობის, აი ესეთი მწვავე დაპირისპირებით და რაც საბოლოო ჯამში საერთო დამარცხებას ნიშნავს დიალოგზე, ურთიერთპოზიციის შეჯერებაზე და რაღაც საერთო მოქმედებებზე, ჩვენ ყველანი ვიმოძრავებთ საერთო გამარჯვების გზით და ამისკენ მოვუწოდებ ხვალიდან კეჭისყრისას ორივე მხარეს. დიდი მადლობა.